გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. ჯო უილსონის სიტყვა. ტრამპის თქმით, ის საქართველოში ლეგიტიმური პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ გაყალბებულ არჩევნებს გამოაშკარავებს. ზოგჯერ ამერიკის აწმყო მაღელვებს ხოლმე დიახ, იმ ზე სახელმწიფოს აწმყო მაღელვებს, რომლის სტრატეგია ტაქტიკაზე მთელი დედამიწის ავკარგიანობაა დამოკიდებული და რატომ მაღელვებს ამერიკის აწმყო? იმიტომ რომ ჯო ვილსონისნაირი ცეტები ყავს თავის ბიუროკრატიულ აპარატში და ჯო ვილსონი ნამდვილად არის ცეტი, ანუ ყურყუტი, ანუ ყეყეჩი, ანუ ლენჩი. დიახ, სულიად არ ვიშურებ მისთვის ამ ეპიტეტებს, რადგან აღარ დაგონება თავი ამ ფულის მონამ. ჯო ვილსონი ამერიკის წარმომადგენელთა პალატის წევრია სამხრეთ კაროლინიდან. მეგობრებო, ხომ გესმით, რამხელა თანამდებობა უკავია ამ ადამიანს? მართლა გესმით? პირადად მე კი დიდად არ მესმის, რას ნიშნავს მისი ეს თანამდებობა, მაგრამ ალბათ რაღაც სერიოზულს ნიშნავს. ამავე დროს ის ჰელსინკის კომისიის წევრიცაა. ჰელსინკის კომისია არის ამერიკის კონგრესის ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია. წესითა და რიგით მართლა სერიოზული კომისია უნდა იყოს, რომელიც ადამიანთა უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული. როგორც წარმომიდგენია, ასეთ კომისიაში კრისტალურად პატიოსანი და უაღრესად აზრიანი ადამიანები უნდა მუშაობდნენ, რომლებიც თეთრსა და შავს ერთმანეთისგან ბნელ ოთახშიც განასხვავებენ. მათ უნდა ჰქონდეთ სუფთა ხელები, ცხელი გული და ცივი გონება და აი ამ ადამიანთა შორის არის ეს ჯო ვილსონი და თუკი ჯო ვილსონისნაირები არიან ასეთ კომისიაში, მაშინ ევროპას ნამდვილად არ უწევია ნორმალური ჯანსაღი და გააზრებული ურთიერთობა ამერიკასთან. სრულიად დარწმუნებით ვამბობ, რომ ჯო ვილსონი ან ბრიყვია, ან კორუმპირებული. იმასაც არ გამოურიცხავ, რომ ერთიცაა და მეორეც, ანუ ორი ერთია, head and shoulder-ივით. ჯო ვილსონი ის ადამიანია, რომელსაც დღისით, მზისით, საჯაროდ შეუძლია განაცხადოს, რომ ჯერ ერთი სალომე ზურაბიშვილი ლეგიტიმური პრეზიდენტიაო და მეორეც უფრო საინტერესო, რომ თურმე სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ არჩევნები გაყავდა. რა არჩევნები? რის არჩევნები? სალომე ზურაბიშვილს რა კავშირი ჰქონდა არჩევნებთან? ანუ ტიპი გაგნებაში არა, როგორც ამას ჩემს ახალგაზრდობაში ამბობდნენ, რომ ზურაბიშვილი 24 წელს არჩევნებს არც გახახუნებია. ანუ ის დაუფიქრებლად ამბობს ნარატივს, რომელსაც მას ჩვენი ერთიანი ნაცობა და მისი მეტასტაზები კარნახობენ. იმაშიც ვარ დარწმუნებული, რომ ლაპარაკის დაწყებამდე ჯო ვილსონი მობილიურში საკუთარ ანგარიშს ამოწმებს. ჩარიცხვა თუ განხორციელდა, მაშინ ის იწყებს გზავნილის გახმოვანებას. და თუ ჩარიცხვა არ მოხდა, მოუხელთებელი ჯო დიდ თეატრალურ პაუზას იჭერს და გამომწვევად უყურებს დონორებს. აბა, დროზქენით ტრანზაქცია განახორციელეთ. თორემ შავ დღეს დაგაყენებთ, ცულს მოვიტან ცუნცულასა და მერე ტექსტის მიხედვით. დიახ და როგორც კი გადმორიცხვა დაიწყაპუნებს, ჯო იწყებს მორიგის ბრიყვის ხმამაღლა და გამოთქმით წარმოთქმას. მაგრამ მინდა ჩვენს ნაცებს მივმართო, რომ ტექსტები ცოტა ყურადღებით შეუდგინეთ, რომ ძალიან დიდ სისულელეს ალაპარაკებთ იმ თქვენს მოთვინიერებულ ამერიკელს. მე ვილსონისგან ასე შორს მდგარი უხერხულად გრძნობ ხოლმე თავს, როდესაც მის ბოდვას ვისმენ. ჯო ვილსონი ხომ აზრზე არა რა ხდება სინამდვილეში საქართველოში. ალბათ საქართველოს სადა ისიც არ ეცის და არ სჭირდება ამის ცოდნა. ის ამაზე თავს არ შეიწუხებს. რა არის მისთვის საქართველო? არაფერი. მხოლოდ შორეული პატარა გაუგებარი მიწა-წყალი, სადღაც ჩინეთსა და რუსეთს შორის, რომელიც მას ფულით ამარაგებს და ფულს ეროვნება არ აქვს. და უბრუნდები ზემოთქმულს. ასეთი ადამიანების ხელშია ამერიკის ევროპასთან ურთიერთობის საქმე. მე რომ გითხო, დროა ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ჯონ ტრამპმა ჩაატაროს თავისი თანამშრომლების გადახალისება. დიახ,
ტრამპის ადგილას მე ჯერ ატესტაციას ჩავუტარებდი და მე დავფერთხავდი, დავიტოვებდი მხოლოდ ღირსეულთ. როგორც კი უახლოეს დღეებში ტრამპს დაველაპარაკები, აუცილებლად ჩავაწყვეტებ მიხედე კადრები წყვეტენ ყველაფერს. ხუმრობა იქით იყოს და ეს ჯო ვილსონი არის ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტის თავკაცი, იმ აქტისა, რომელიც სხვადასხვა მეგობრული სანქციებითაა გაჯერებული. მეგობრებო, ის არ მოგვეშვება, სანამ ნაცებს ფული არ გაუთავდებათ. ნაცებს კი ფული არ უთავდებათ. ანუ კიდე ხშირად მოგვიწევს ჯო ვილსონის დაკრულზე არცეკვა. ეს იყო განცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.